Can you see by the dawn's early light? ამერიკის მე-40 პრეზიდენტი რონალდ რეიგანი. თამათახმობით ალბათ რომ რიცხვი 40 განსხვავებული რიცხვია. ძალიან ბევრი ასოციაციები გვიჩნდება ალბათ 40 რიცხვთან დაკავშირებით. და არის რაღაცა გარკვეული სიმბოლიზმი იმაში, რომ მე-40 პრეზიდენტი სწორედ ამერიკის არის რონალდ რეიგანი. მართლა გამორჩეული ყველანაირად პიროვნულად, როგორც პოლიტიკოსი, როგორც მოღვაწე, როგორც ისტორიული ფიგურა. როდესაც ფიქრობდი რა მომეყოლა რონალდ რეიგანზე, ალბათ აზრი არ აქვს ფაქტების ან ბიოგრაფიის მოყოლას, Google-ს როგორც კი გახსნით, იმდენი ინფორმაცია ისეთი მდიდარი, მრავალწახნაგოვანი, რომ შეუძლებელია რამე ახალი ითქვას. ერთადერთი თუ შეიძლება რომ ახალგაზრდობას ყურადღება მივაქცევინოთ, დავაინტერესოთ და თვითონ გაერკვიეთ, ვინ იყო ეს ადამიანი, რატო იყო ესეთი ეპოქალური მნიშვნელობის მისი მოღვაწეობა. მე მოვესწარი მას, სტუდენტი ვიყავი და შემდეგ ახალი დამთავრებული მქონდა უმაღლესი სასწავლებელი, როდესაც რეიგანი გაპრეზიდენტა და ის აწლეული 8 წელიწადი, რომელიც რეიგანმა იპრეზიდენტა, ძალიან კარგად მახსოვს. ეს არის საბჭოთა კავშირის დაშლა ფაქტიურად. და აი ამ საბჭოთა კავშირის დაშლაში ლომის წილი სწორედ რონალდ რეიგანს ეკუთვნის. როგორ დავახასიათო, არ ვიცი, ალბათ დამფუძნებელი მამები ამერიკის გაცოცხლდნენ მასში, ხელახლა გამოიღვიძეს და რეიგანის ეპოქას როცა ახასიათებენ, ამბობენ რეიგანის რევოლუცია, რეიგანომიკა, არ ვიცი რა ეპითეტი აღარ ხმარობენ იმისთვის, რომ თქვან დახატონ, აღნიშნონ ის რაც ხდებოდა რეიგანის დროს, მაგრამ შევეცადოთ თანმიმდევრობით მაინც გადავავლოთ თვალი ამას ყველაფერს. რეიგანი 1911 წელს დაიბადა, ძალიან ჩვეულებრივ ოჯახში, ღარიბ ოჯახშიც კი, მამამისი სეილსმენი იყო, ფეხსაცმელების გამყიდველი, თანაც როგორც ამბობენ, ალკოჰოლისადმი მიდრეკილების გამო ფაქტიურად ლოთი, ირლანდიელი. და არაფერი განსაკუთრებული პირობები, ასე ვთქვათ, ყმაწვილ კაცობაში რეიგანს არ ჰქონდა. მან ჩვეულებრივი ამერიკელი ახალგაზრდის გზა გაიარა სასწავლებელი, ჩააბარა უნივერსიტეტში, შემდეგ აირჩია სამსახიობო გზა, თუმცა ძალიან კარგი ათლეტი იყო, თამაშობდა ამერიკულ ფეხბურთს და როგორც მერე შეარქვეს და ახლა ცნობილია, იდეალური კომუნიკატორი. ეს უკვე ახალგაზრდობიდან ჰქონდა ეს შარმი და ეტყობა ადამიანი, რომელთანაც ის ურთიერთობდა იმ წუთში, მოდი ჟარგონი ვიხმაროთ, ებმეოდნენ მის პიროვნულ თვისებებს. უნდა სამხედროში წასვლა, რომ ემსახურა, მაგრამ დაიწუნეს მხედველობის გამო, არ ჰქონდა ბოლომდე კარგი მხედველობა, მაგრამ ომის გამო 42 წელს მაინც გაიწვიეს სამსახურში და იმსახურა რეიგანმა წოდებაც მიიღო 42-დან ომის დამთავრებამდე. თვითონ საბრძოლო ოპერაციებში არ იყო, მაგრამ საკმაოდ ისეთ სერიოზულ სამუშაოს ასრულებდა. მისი მსახიობობა გამოიყენეს და გადაიღეს მაშინ ესეთი სიახლე იყო კლიპები, ეხადნელი კლიპები რო დავარქვათ, საპროპაგანდისტული სამხედროზე ორიენტირებული პატარ-პატარა დოკუმენტური ფილმები რეიგანის მონაწილეობით. და საკმაოდ დიდი წარმატება ჰქონდა ამას, მართლაც რეალური ეფექტი მოახდინა ხალხის ინფორმირებაზე და ხალხის დამშვიდებაზე ომის დროს. ომის დასრულების შემდეგ იგი დაუბრუნდა მსახიობობას კალიფორნიაში. თამაშობდა პატარ-პატარა როლებში, ძალიან ისეთ დიდ ბრწყინვალე მიღწევები არ ჰქონდა სამსახიობო, მაგრამ სტაბილურად ყველასათვის მისაღები და ყველასათვის ახლობელი იყო, დიდი კომუნიკატორი, როგორც ამბობენ. რეიგანი შემდეგ გახდა სამსახიობო გილდიის, ეს არის პროფესიული კავშირი, ამისი თავმჯდომარე, ბევრი წელი იყო და ამბობენ, რომ მართლაც რეალურად ძალიან ბევრი რამე გააკეთა მსახიობებისთვის, გამოასწორა მათი მდგომარეობა, იბრძოდა მათი უფლებებისათვის, დაარეგულირდა მათი ხელფასები. აქ არ არის რასაკვირველია, ლაპარაკი ვარსკვლავებზე, ლაპარაკია უამრავ მსახიობზე, რომელიც პროფესიულად დაკავებულია, მაგრამ არ გასულა ისეთ ჰონორარებზე და ისეთ წარმატებებზე, რომელიც როგორც ერთეულები.
ძალიან გამოიბრძმედა ამ საქმიანობაში, ამ პროფესიულ საქმიანობაში და ნელ-ნელა გაჩნდა მისი ინტერესი პოლიტიკისადმი. პოლიტიკაში რეიგანის მოსვლას სხვა ცუდი შედეგიც მოყვა, ფაქტიურად ამის გამო დაინგრა მისი ოჯახი, იგი გაშვება პირველ წელს, თუმცა თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, რადგან პირველ მეუღლემ არ მოინდომა მისი აი ამ ახალი სურვილის ახალი ცხოვრების გზის მხარდაჭერა და ისინი დაშორდნენ. რეიგანი ეხმარებოდა ძალიან პოლიტიკოსებს, იყო იმ გუნდში, სადაც ცებარად მოდელი გადმოსახედიდან, რასაც ეძახიან PR-ს. იგი ურთიერთობდა ხალხთან, პოლიტიკოსების პროგრამებს აცნობდა და ძალიან ბევრი რამ გაიგო თავისთვისაც, რაც შემდგომში გამოჩნდა ძალიან მკაფიოდ, ძალიან ჩამოყალიბებულად, ძალიან პრინციპულად და ერთ-ერთი რეიგანის დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ მას მთლიანად ბოლომდე სჯეროდა იმისა, რასაც აკეთებდა გულწრფელად სჯეროდა. მოდი დიდხანს დაწვრილებით არ შევეხოთ, ამას კიდევ ერთხელ YouTube-ში ყველაფერი არის, ინტერნეტში ყველაფერი არის, ძირითად მომენტებზე გავამახვილოთ ყურადღება, რეიგანი გახდა კალიფორნიის გუბერნატორი. კალიფორნიის გუბერნატორობა ძალიან რთული იყო, როგორც ახლა ისე მაშინაც. ძალიან ისეთი სერიოზული წამყვანი შტატია, შეიძლება ხშირად ამბობენ, რომ რომელი პირველი შტატია ამერიკისა. ძალიან რთული მოსახლეობით, იქ არის ჰოლივუდი, სხვა ყველაფერი დაუბრალო, თავისი კაპრიზებით, თავისი ვარსკვლავური ჭირვეულობით და ასე შემდეგ და ამას ყველაფერს მოუარა რეიგანმა. მანამდე დასაწყისში რეიგანი იყო დემოკრატი. მაგრამ როგორც ამბობენ, ძალიან ცუდი ადამიანია ის, ვინც ადრე ახალგაზრდობაში არ არის ლიბერალი მემარცხენე და ასევე უტვინო ადამიანია, ვინც ჭარმაგობაში, ხნიერობაში კონსერვატორი არ ხდება და რეიგანს სწორედ ეს დაემართა ახალგაზრდული დემოკრატიული ყველასთვის დახმარების სურვილი შემდეგ გადაექცა რეალურ ხედვებამდე. როგორც თვითონ თქვა, დემოკრატიული პარტია მან გამოცვალა, კარგი ხნის მერე გადავიდა რესპუბლიკურში და როგორც თვითონ თქვა, ცნობილია მისი პატგომია, დამიტოვებია დემოკრატიული პარტია. დემოკრატიულმა პარტიამ დამტოვა მე. სხვისგან ნათქვამია შეიძლება ჭირვეული და ისეთი ამპარტავნული გამოჩენილიყო, მაგრამ რეიგანისთვის ყველაფერს იხდენდა, ყველაფერი გაზრდიოდა მისი განსაკუთრებული იუმორით, თვითირონიით და მართლაც დიდი კომუნიკატორული ნიჭით. Not at all, Mr. Truitt, and I want you to know that also I will not make age an issue of this campaign. I am not going to exploit for political purposes my opponent's youth and inexperience. დაამთავრა რა გუბერნატორობა, იგი მან გადაწყვიტა, აი პირდაპირ გადაწყვიტა, რომ გახდეს ამერიკის პრეზიდენტი. ჩათვალა, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც მას ეკუთვნის ყოფნა და იგი სწორედ თავის მიზანს, თავის ცხოვრების საქმეს განახორციელებს. და ძალიან გაუმართლა, იმიტომ რომ მეორე მეუღლე, ნენსი რეიგანი, აღმოჩნდა მისი ყველაზე ერთგული თანამოაზრე. მას შეეძლო საათობით ესმენა მეუღლისათვის, არასოდეს არ ბეზდებოდა ეს ყველაფერი და მისი პირველი, ასე ვთქვათ, აუდიტორია იყო, ძალიან ბევრს ამოწმებდა თავის მეუღლესთან, ნენსისთან ერთად და ლეგენდარულია მათი ცხოვრება და ურთიერთობა. ესეც ვისაც დაგაინტერესებთ, ნახეთ ცალკე რამდენად გამორჩეული პიროვნება იყო ამერიკის პირველი ლედი მაშინდელი ნენსი რეიგანი. და 1980 წელს კარტერს დაუპირისპირდა რეიგანი. ძალიან ბინძური კომპანია იყო. კარტერის გუნდმა გადაწყვიტა რეიგანისთვის დაებრალებინა მაჩოობა, კაუბოობა, გაუნათლებლობა, სიხისტე, ადამიანების უფლებების ზედარუყურებს ამას და ეს თემა არ აინტერესებს,
მაგრამ ამას ყველაფერს გაუძლო რეიგანმა და მოხდა რეიგანის რევოლუცია. გაიმარჯვა და უნდა ვთქვათ, რომ ეს არ იყო ამერიკის პრეზიდენტი მხოლოდ, ეს იყო მსოფლიო ლიდერი, რომელმაც მოახერხა იტვირთა პასუხისმგებლობა მსოფლიოს გადარჩენაზე და თავისი წილი მოვალეობისას შეასრულა ბრწყინვალედ. რეიგანმა ფაქტიურად დაშლა და დაანგარია საბჭოთა კავშირი. მიიყვანა ეს ეპოქა ომის დაამთავრა ფაქტიურად მეორე მსოფლიო ომი. ცნობილი სამეული ვოიტილა, რომის პაპი, იოან პაულე მეორე, მარგარეტ ტეტჩერი, ლეგენდარული პრემიერ-მინისტრი ინგლისისა და რონალდ რეიგანი. აი ეს სამი ადამიანი, ეს არის პოლიტიკოსების და მოღვაწეების ის ნიმუში სამაგალითო სახე, რომელიც აკლია დღევანდელობას. წარმოუდგენელია რეიგანის დროს ასეთი ამბები მომხდარიყო უკრაინაში. წარმოუდგენელია ესე ებოგინა იგივე ვლადიმერ პუტინს. ის რაც აკლია დღევანდელ პოლიტიკოსებს უხვად ჰქონდა სწორედ რონალდ რეიგანს. გადაწყვეტილების პასუხისმგებლობის აღება თავის თავზე, გადაწყვეტილების სწრაფი მიღება და არ დამალვა პრობლემებისადმი. ამით გულწრფელად, გულღიად, სრულიად პასიონარულად გამკლავება აი ამ პრობლემებისადმი. Mr. Gorbachev, tear down that wall. ეს არის ცნობილი მისი სიტყვები, როცა გორბაჩოვს მოუწოდა დაინგრია ბერლინის კედელი და სწორედ მის დროს მოხდა ეს ყველაფერი. თავიდან თქვი და მართლაც აი ჩემი თაობა ბედნიერი ალბათ რომ შეესწრო ესეთი რანგის პოლიტიკოსის მოღვაწეობას და ჩვენ თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი. ეს არის რა ვიცი, შევადარე უკვე თითქოს დამფუძნებლებმა მები აღდგნენ და ამერიკა დააბრუნეს სწორ გზაზე. ეს არის რაღაცა ესეთი კლასიკური გაგების ბუმბერაზი ადამიანი, თითქოს ელინური მითებიდან წამოსული გმირი ან რომაული ისტორიიდან წამოსული რაღაცა ესეთი გიგანტური მასშტაბის ადამიანი. და რა იყო დიდი საიდუმლოება, თანაც მარტივი. ეს არის გულწრფელობა, ეს არის სიმართლე და ეს არის ყოველგვარი თვალთმაგწობაზე უარის თქმა. მაგრამ ამას ხომ მოხერხება უნდა. პოლიტიკოსებს ხშირად ეშინიათ იმის რომ ვერ გაუგებენ. აი რეიგანი სწორედ ამას ახერხებდა, რომ სიმართლეს ამბობდა ისე, რომ ბევრს გაეგო, ისე ეთქვა, რომ ბევრს არ წყენოდა, ისე ეთქვა, რომ ბევრისათვის მისაღები ყოფილიყო ეს პრინციპულობა, სიმართლე და თავდაჯერებულობა. ძალიან ბევრი პოლიტიკოს ალბათ რამდენიმე პოლიტიკოს ეყოფა ის, რაც რონალდ რეიგანმა მოახერხა და გააკეთა. სამწუხაროდ ფიზიკურ ავადმყოფობას ძალიან რთულია უწინასწარმეტყველო გადარჩა და რეიგანს დაემართა სიცოცხლის ბოლოს დემენცია, მახსოვრობა დაკარგა, ბოლო რამდენიმე წელიწადი აი სრულიად ასე მოწყვეტილი იყო სამყაროს, აღარ ეცნობდა რა ხდება, მაგრამ მან თავისი მისია შეასრულა. ერთი უნდა ესეთი ანეკდოტი მოვყვე, რეიგანი კარგი ფეხბურთელი იყო, ამერიკული ფეხბურთელი და მისი მწვრთნელი მოხუცებული კაცი უკვე პენსიაზე მყოფი მონახეს ჟურნალისტებმა და უნდათ რეიგანის ყურადღება გაეხსენებინა და ძლივს გაახსენეს ამ მოხუცებულ კაცს. აი რონი რეიგანზე გვინდა ლაპარაკი და თქვენ წარმოიდგინეთ ახსოვდა, უიო რონიო ძალიან კარგი ბიჭი იყო, ძალიან ყოჩაღიო, კარგი სპორტსმენიო. ხო არიცით რას აკეთებს რო ეხლაო. არ გაგიკვირდეთ ამერიკაში ეს შესაძლებელია, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც პოლიტიკით არ არის დაინტერესებული შეიძლება არც იცოდეს და ჟურნალისტებმა უთხრეს როგორ არა ხა პრეზიდენტობას აპირებს კარტერს უპირისპირდება კენსიკლისო და მოხუცმა თქვა რომ მართლა ყოჩაღი ბიჭი იყო, ხომ ამობდი ყოველთვის რომ შევსწავიდა და დიდი კაცი გახდებო. მართლა ჩადებული იყო რაღაცა ამ ადამიანში, დღესაც სამაგალითოა და დღესაც თავისუფლების მოწინააღმდეგებს ხელში ყავთ გარჩენილი რონალდ რეიგანი და ყველაზე ვინც ყველაზე მეტად ძულთ
და ყველაზე მეტად ცდილობენ რომ მისი ლეგასი, როგორც ამბობენ, მისი დანატოვარი გააფუჭონ. მაგრამ ჯერჯერობით არ გამოდის, თუმცა დიდი საფრთხეა. თავად რეიგანის სიტყვა ამერიკა ეს არის თავისუფლების უკანასკნელი ზღუდე, თუ ჩვენ ეს დაუკარგეთ, გასაქცევი არც არ იქნება. და ასევე მან თქვა, რომ თავისუფლების დაკარგვას ერთი თაობა გვაშორებს. ყველა თაობამ თავისი საბრძოლელი უნდა იბრძოლოს. ეს იყო ამერიკის მე-40 პრეზიდენტი, რონალდ რეიგანი.